ტესტერის პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოა. შენ ამ დროს პროდუქტს მომხმარებლის თვალით აფასებ და შენს პასუხზეა დამოკიდებული, გაიშვება თუ არა ის რეალურ გარემოში. ჩემთვის სწორედ ეს ხდის განსაკუთრებულს ტესტინგს. მე ვარ ანანო მესხი, QA manual ტესტერი. ეხით დავინტერესდი მაშინ, როდესაც ვიყავი აბიტურიენტი. ძალიან საინტერესო სფერო ჩანდა ჩემთვის, იმიტომ რომ მათემატიკა მაინტერესებდა და ვიფიქრე, რომ მათემატიკას ძალიან კარგად გამოვიყენებდი ამ სფეროში. და გამართლდა ჩემი მოლოდინებიც. ჩავაბარე კომპიუტერულ მეცნიერებებზე, შემდეგ სამუშაოს მოძიება დავიწყე. მაშინ, როდესაც ძალიან დაბნეული ვიყავი თუ რა სფერო დამერჩია, კრედობანკის ვაკანსია ვნახე. QA-ის მიმართულებით. QA manual ტესტერის მთავარი მოვალეობა არის, რომ გატესტოს ის პროდუქტი, რომლის დეველოპმენტიც მოხდება უშუალოდ დეველოპერების მიერ, მისი ფუნქციონალი სწორად მუშაობს თუ არა და შეექმნება თუ არა რაღაცა პრობლემები მომხმარებელს, როდესაც მას მოიხმარს. ამირჩიეს ამ ვაკანსიაზე და მოვხდი სკივილის კურსებზე. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები მქონდა და ეს მოლოდინები ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ ასევე მეშინოდა რომ ვერ შევუწყობდი უნივერსიტეტს და არ იქნებოდა მოხერხებული და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი ვეღარ მოვახერხებდი დასწრებას ლექციაზე, რაღაც დამოვიწყდებოდა და ხელახლა მომინდებოდა ყურება, ყველა ლექცია იწერებოდა. სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. გავიცანი ადამიანები, რომლებისთვისაც ასევე ახალი იყო ეს სფერო. ვზიარებდით ერთმანეთს, ჩვენს ემოციებს, ჩვენს ცოდნას. ლექტორიც ძალიან მეგობრული იყო, გვიზიარებდა თავის გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან ახლა ვიწყებდით გზას ამ სფეროში. ჩემთვის ძალიან ახალი იყო ტესტ кейსების წერა და თავიდან ყველაფერი აგვიხსნეს, თუმცა მაინც პრაქტიკაში არ იხვეწება ყველაფერი და ყველაზე დიდი გამომწვევა იყო თავიდან. თეორიულთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ამ კურსის განმავლობაში შევიძინე, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ეს ცოდნა უშუალოდ რეალურ გარემოში გამომეყენებინა. კურსის დასრულების შემდგომ დავიწყე მუშაობა კრედობანკში. უკვე 2 თვეა ვარ QA manual ტესტერის პოზიციაზე და ტესტავ ციფრულ პროდუქტს. მუშაობის დაწყების შემდგომ ეს პროცესი ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ყოველდღე მიწევს ახალ кейსებთან შეჭიდება, ახალი რაღაცების ტესტვა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ყოველდღიურად ვსწავლობ. ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ციფრულ მხარეს. ვაპირებ განუვითარდე ტესტინგში, ავიდე უფრო მაღალ პოზიციებზე და ვაპირებ ასევე დეველოპმენტშიც ვცადო ბედი.